ეს არის 6-ე დაუბრუნდით ახალი 6-ე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ქართული ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან. ხვალ საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 21 საათსა და 30 წუთზე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დაიწყება. ამ დროისთვის ქართული ნაკრები ჯგუფის ლიდერია. 3 დღის წინ ქართულმა სპორტსმენებმა ბელორუსი მეტოქები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები თბილისში საუკეთესო შემადგენლობით არიან ჩამოსულები და ხვალინდელ შეხვედრაზე მხოლოდ გამარჯვებას აპირებენ, თუმცა იქვე დასცენენ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მზარდი და ანგარიშ გასაწევი ძალაა. თამაშის წინ ფეხბურთელებმა სასტუმრო რედისონში პრესკონფერენცია გამართეს და საკუთარი და მეტოქეების შანსები შეაფასეს. საქართველოს ნაკრების მატჩი ბელორუსიასთან ნახეთ და მათ შორის მეკარე ლორია ანანიძე და ოქრიაშვილს გამოვარჩევდი. ყურადღებით უნდა ვიყოთ მეტოქის შეუფასებლობა დაუშვებელია. ხვალინდელ მატჩში ჩვენთვის მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება, თუმცა იოლ შეხვედრას არ ველით. ესპანეთის ნაკრები ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე. შევეცდებით ჩვენი სათამაშო სტილის ერთგულები დავრჩეთ და საქართველოსთან დაპირისპირებაში მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ. წარმატებული სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯგუფში ფავორიტების დასახელება ძნელია ტიტულებით, რა თქმა უნდა, ესპანეთი და საფრანგეთი დანარჩენ გუნდებს აღემატებიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო, ბელორუსი და ფინეთი სუსტი გუნდები არიან და მატჩებს უბრძოლველად დათმობენ. ვთვლი, რომ ბრაზილიაში მოსახვედრად ჩემმა გუნდმა ყველა შეხვედრაში საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს.